შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს გადასახადის გადამხდელებს ვალდებულებების შესრულებას და ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გავაფორმეთ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს ერთი ფანჯრის პრინციპით გადასახადის განმხდელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ საგადასახადო სერვისებით, რომელსაც დღეს ჩვენი სერვის ცენტრები გასცემენ. ეს გულისხმობს, რომ მოხდება ჩვენი სერვისების ინტეგრირება, გადასახადის განმხდელებს შესაძლებლობა იქნებათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ოფისში მივიდეს, გააკეთოს განაცხადი და მიიღოს მასზე პასუხი. მათ იქნება შესაძლებლობა მიიღონ როგორც საგადასახადო, ასევე არასაგადასახადო უამრავი სერვისი, რომელსაც დღეს იუსტიციის სახლი გასცემს. აღნიშნული მემორანდუმი არის საფუძველი იმისა, რომ დაიწყოს შემოსავლების სამსახურის სერვისების ინტეგრირების პროცესი იუსტიციის სახლებში. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რადგან 126-ვე იუსტიციის სახლში ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის სერვისი, რომელიც შემოსავლების სამსახურთან არის დაკავშირებული.